დიდი მადლობა ბატონებო, ვინც ვართ უკვე ერთად. დალოდება სარვაპირებთ, ალბათ ბევრი შემოგვიერთდება, ბევრი შემდგომ ნახავს. ძალიან კარგი, რაც მეტი ნახავს, რაც მეტ რჩევას მივიღებთ, მით უკეთესი. ქუთაისში ვარ, მამა პაპისეულ სახლში. გაერემო კარგია. ძალას მაძლევს რომ იტყვიან და ამიტომ თემას ისეთ თემაზე ვსაუბრობ, რომ ამას აშკარად ჭირდება. ცოტა კაცივებული ვარ და ამიტომ ბოდიში მინდა მოვიხადო, რომ ასეთი ფორმით ვზივარ და არ შემიძლია რომ გადამედო ეს ჩვენი შეხვედრა, ესაა მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ ვიყოთ ერთად. ვიდრე დღევანდელი შეხვედრისთვის ვემზადებოდი, დღეს გადავხედე იმას, რაც პროშურად გამოიცა, საქართველოში მართვის სისტემაა კორუმპირებული. ასეთი სათაური ქონდა ჩემს მოხსენებას, რომელიც მე 1997 წლის 13 ივნისს გავაკეთე საქართველოს პარლამენტში. და კიდევ ერთხელ გადავხედე ამას და განმიმტკიცდა ის აზრი, რაზეც გუშინ წინ, უბრალოდ გუშინ წინ, ჩვენ გარკვეული 8-ში, ჩემთვის 8-ში იყო რაღაც სასაულად კარგი შეხვედრა, რომელმაც გუშინ მთელი დღე მაფიქრა ბევრ რამეზე და მაფიქრა სწორედ იმაზე, რომ ასეთ სათაურით გამომეტანა და ეს ნაფიქრალი გამოვიტანეს სწორედ ასეთ სათაურით, როგორც დღეს არის, კაცია ადამიანი, ეს ილია ჭავჭავაძის ეს რაღაც ზოგად კაცობრიული და რიტორიკული შეკითხვა ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, იმიტომ რომ სათაურშივე ჩანს პასუხი და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. მე ის ნაშრომი გითხარით და თბილისში ვერ ვიპოვე, მაგრამ აი აქ მაგიდაზე მიდევს ერიხ ფრომის ძალიან მოკლე რამ, ვინ არის ადამიანი. ძალიან ბევრი რამ დიდი ფილოსოფოსებთან რომ მიხვალ, ნახავ ყველაფერ ამას და აი აგერ მერაბ მამარდაშვილი მაქვს კიდე საუბრები ფილოსოფიაზე და ბევრი ხაზგასმაობში გაკეთებული და აშკარაა რომ რასაუბარიც გუშინ წინ იყო და რომელმაც გუშინ ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა და ძალიან ბევრი რამ განმარტოვება დამჭირდა რამდენიმე საათით რომ მეფიქრა ყველაფერ იმაზე და შემდგომ როდესაც ვსაუბრობდი ჩვენს მეგობრებთან მართლაც მივედით იმ გადაწყვეტილებამდე რომ ქალების დღე კი არ არის ნამდვილი მამაკაცისთვის ყოველი დღე ქალის უნდა იყოს ეს 8 მარტს იყო ეს საუბარი და ამიტომ ჩვენ ვთქვით რომ რა არის 8 მარტი მე 8 მარტის მიმართ არ ვარ რაღაც ისეთი განსაკუთრებულად დამოკიდებული იმიტომ რომ ვამბობ რომ ნამდვილი მამაკაცისთვის ყოველი დღე ქალისთვისაა მიზღვნილი და ეს არ ნიშნავს რაღაც იმას მარტო რომ დრფობასთან დაკავშირებულს არამედ ეს ნიშნავს საქართველოზე მომავალზე და ყველაფერზე ფიქს და სწორედ ესა ამიტომ არის თქვა ამიტომ უნდა მიუძღვნა ყოველი დღე ქალს მაგრამ ჩვენ ვთქვით რომ იქნებ ქალის დღე კი არა კაცის დღე უნდა არსებობს კაცის არა იმდენად რამდენადაც კაცობის დღე და ეს არ უნდა იყოს ზეიმი ეს უნდა იყოს ერთი დღე როდესაც აი რაღაც ყველა და ყველაფერი საუბრობს იმაზე რომ კაცები დაფიქრდნენ მათ რაობაზე რა ფუნქციით ვარ ჩვენ საერთოდ ხო არ კარგავთ ამ ფუნქციას რა არის ჩვენი აი როგორც სიტყვიან აი კაცობის ნიშანი რა არის ნისლი ფიქრია მთებისა მათი კაცობის აი ასე ლაპარაკობდა ვაჟა-ფშაველა ამ უდიდესმა მწერალმა კაცია ადამიანიო კითხვის ნიშანი რიტორიკული მართალია მაგრამ კითხვის ნიშანი დასვა რომ ყველა ადამიანი კაცია არ არის ეს უბრალო კითხვა და არ იყო ეს საუბარიც უბრალო რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედგა 8-ში და ეს არ იყო ვთქვათ კაცების გარემოში პირიქით ეს სწორედ 8 მარტთან იყო დაკავშირებული და ქალთან იყო დაკავშირებული და ამიტომ და 9 რიცხვმა ეს გააგრძელა ჩემში რომ მართლაც სერიოზული დაფიქრებაა საჭირო იმისა რომ რა არის დღეს ფუნქცია მთავარი ფუნქცია კაცის
როცა პატრიარქი ამბობს, რომ ოჯახში კაცი უნდა იყოს თავარი და ქალი უნდა იყოს დედოფალი, ეს უბრალო ნათქვამია, სიტყვათა წყობაა თუ დიდი ფილოსოფიაა. მე ვთვლი, რომ დიდი ფილოსოფიაა უფალმა თქმევინა პატრიარქს, რომ კაცი არის წარმმართველი, უფროსი, მაგრამ ქალი არის დედოფალი. მე ვიხსენებ პერიოდს, როდესაც იმერეთში ვიყავი და წყალტუბოში ჩავედი და წყალტუბოში ხიზნებთან მქონდა შეხვედრა. და ერთ-ერთმა მამაკაცმა მითხრა, თქვენ აი ვერც კი წარმოვიდგენთ რა არის ჩვენი ცხოვრებაო. და მე სიტყვა ძალიან მძიმე თქვა, დაჩმორებული ვარ, დაჩმორებული. მე ვთხარი როგორ ასამბობ. აი ერთი ღამე დარჩი ჩვენთანო და მიხვდებიო მე რაც გითხარი, მაგრამ თუ არ დარჩები ვერ მიხვდებიო. მე დავრჩი ერთი ღამე იქ. და ჩვენ ძალიან სერიოზული საუბარი გქონდა. და მან მითხრა მე ერთ-ერთ იმის დროს, მე კაცი ვარ ეხლა. ქალი წასულია თურქეთში, იქედან გვიგზავნის ფულს. ჩვენ პრაქტიკულად ვართ იმ ფულზე. მე ფუნქცია მაქვს დაკარგული და მე არარაობა გავხდიო. მე 9 მლიც გარეშე ვერ გავიარე ეს ღამე. და ეს ჩემში დარჩა მუდმივად. სულ ფიქრობდი იმაზე, რომ რას ნიშნავს გამონათქვამი, ისე უნდა იცხოვრო, სიკვდილამდე არ მოკვდე. სიკვდილამდე არ მოკვდე. ძალიან ძლიერ გამონათქვამად მიმაჩნია. დღეს საღამოს ძალიან ცნობილი სპორტსმენთან და ჩემთვის საამაყო და არა მარტო ჩემთვის ესე იგი ენდი გოგლიჩიძესთან და ძალიან ცნობილ მეცნიერთან ბატონ ამირან აფციაურთან საუბრობდით ამ საკითხებზე და ენდი გოგლიჩიძემ მითხრა, რომ ეს არ უნდა წავშალო ჩემი აზროვნებიდან ეს გამოთქვა, სიკვდილამდე არ უნდა მოკვდე. კაცი სიკვდილამდე არ კვდება. ადამიანი შეიძლება მოკვდეს სიკვდილამდე, მაგრამ კაცი სიკვდილამდე არ კვდება. კაცობა ნიშნავს იმას, რომ სიკვდილამდე არ მოკვდე. და მე იმ დღეს, როდესაც იქ ვიყავი, ახლა ყველაფერს თავი მოუყარე, 9 მარტს მაქვს ხელობაში და ჩემთვის ფიქრობდი, რომ მართლაც რა ბედნიერება იქნება, რომ კაცობის გააზრების დღე იყოს ერთი. რა არის ბოლოს და ბოლოს ეს კაცობა? ლაჩრებად რო ვიკეცით, დამსმენებად, ჭორაობაზე რომ ვართ, ტელევიზიამ რო გადაგვაგდეს ამაში. თუ მთაც მაღალია, ბარეც მაღალი და კაცი უნდა იყოს უფრო მაღალი. როგორც ეს ვაჟა-ფშაველამ თქვა, ანახეთ როგორი გამონათქვამია, მთაც მაღალია, ბარეც მაღალი და კაცი უნდა იყოს უფრო მაღალი. ეს არ არის გენიალური ნათქვამი? მე ვფიქრობდი, რომ კარგი, ახლა ვიღაცა შეხვდება მას რა, იმის და რამდენიმე პიროვნებას, მათ შორის პირველი პარლამენტის წევრებთან ერთად 9-ში რაღაც გარკვეულ ჯგუფთან და ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ ამის თაობაზე ბატონ იგორ ჩხეიძესთან. მისივე წინააღმდეგაც ასეთი იყო, ისიც ამბობდა იმას, რომ რაღაც კაცების დღე უნდა არსებობდესო და მე მივედით იმაზე, რომ ეროვნული ოჯახის დღე რაღაც რა არ ვილაპარაკეთ, მაგრამ კაცობის ეს გვირგვინია ყველაფრის გვირგვინია. სადაც ქვეყანა თუ დგას კაცობაზე, ეს ქვეყანა ძლიერია. თუ ქვეყანას კაცები ყავს, იმ ქვეყანაში ქალები ბედნიერები არიან და ბედნიერია ქვეყანაც. კაცობა არის დიდი საყრდენი. ქართველობის დიდი საყრდენია. კაცობა არ ნიშნავს ილია ჭავჭავაძემ როცა თქვას კაცია ადამიანი, მარტო კაცი არ უგულისხმია. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ მსოფლიოში ცხოვრობს ვთქვათ ამდენი მილიარდი კაცი. იქ ქალიც იგულისხმება და ყველა. კაცი ეს და ჩვენ არავითარ იმას არ ვაკეთებთ კიდე რომ ავრიოთ ერთმანეთს ისინი. აქ ლაპარაკი არის სიმაღლეზე, ზეციურ სიმაღლეზე, რომელიც ნამდვილი კაცისთვის, მე დღეს ქალბატონებს ვეუბნებოდი, რომ ნამდვილი კაცისთვის ქალი მიუწვდომელია. და კაცი იზომება იმის მიხედვით, რამდენად მიწვდება ის ქალბატონს და ეს მიწიერი და ხორციელი მიწვდომაზე არ არის საუბარი აქ. საუბარი არის სულ სხვა რამეზე. ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ საქართველოში კაცის რაობაზე საუბარს, თუ გვინდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. ყველამ უნდა იცოდეს,
ჩემი შვილი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ მას ლაჭარი მამა არ ყავდეს. კაცობა ამაშია, სიკვდილამდე არ მოგდე და შენ შვილს ლაჭარი მამა არ ყავდეს. ეს ძალიან ბევრი რამ არის. ეხლა მე კონკრეტულად ხო არ ვეხები და მე სხვაზე ხო არ გადამაქვს ეს საუბარი. მე ჩემთვის ვფიქრობ ამას და მე ჩემთვის ეს დღეს ვიფიქრე, რატომ მოხდა მანდამაინც რომ უფალთანა ესე და რომ საუბრობდა ერთ-ერთი პიროვნება, ჩემთვის რაღაც განსაკუთრებულად გამორჩეული და სათაყვანებელი პიროვნება, მან თვითონაც არ იცოდა რომ მე მას რო უყურებდი და უსმენდი, ისე ზღაპრულად საუბრობდა ის, უკან ღვთისმშობელი იყო. და ეს ზუსტად მას რომ უყურებდი, მის თავზე ღვთისმშობელი იდგა, მაგრამ რომ დამთავრდა საუბარი 1 საათი არც გავაწყვეტინეთ და რომ ისაუბრა და დაამთავრა საუბარი, აი უთხარი ადგილები გავცვალოთ მეთქი ჩვენ და აი შეხედეთ მე რას უყურებდი მეთქი, ყველაფერი ამას აი ზეციური სურათი იყო მეთქი ჩემთვის ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრებელი. და მე მივხვდი მეორე დღეს მინდოდა რომ ყველაფერი კარგად გამიაზრებინა და მარტო ბუნებაში დღეში რაღაც ამისი იმით რომ ბევრი ლიტერატურული რამე გავიხსენე და ვთქვი რომ სად არის გასაღები ქვეყნის მომავლის კაცობაში. კაცი არ შეიძლება ჭორიკანა იყოს. კაცი არ შეიძლება მოღალატე იყოს. კაცი არ შეიძლება რომ კაცი არ ხარ თუ ბეჭი არა გაქვს შედგმული შენი ქვეყნისთვის. კაცი არ ხარ თუ მეგობრობა არ იცი. ოჯახი შვილი არ ხარ. კაცი არ ხარ თუ განათლებით არ ხარ. წიგნის გარეშე დარჩენილი კაცი არ არის. უამრავი რამ არის ისაც განსაზღვრავს კაცს და კაცობას. და ვიფიქრე ჩემთვის, როცა ყველაფერი ჩამოვაყალიბე, თანაც ვთქვი რომ რა მანდამაინც ეს 8-ში დაიწყეს საუბარი. და რა მანდამაინც ეს 9-ში გამიჩნდა ეს რომ აი განმარტოვებულიყავი და მეფიქრა ცალკე ამის თაობაზე. მე არ მინდა რომ ყოფით რამეებში გადავარდეთ ჩვენ რომელიც ვართ და ერთმანეთის განზღვაგინებაში რო ვართ. როგორ შეიძლება კაცი იგინებოდეს? ქართველი კაცი დედას როგორ შეიგინებს? და ქართველი კაცი საერთოდ როგორ შეიგინებს? კაცი თუ ხარ, მე ვლაპარაკობ ადამიანი, კი ბატონო არის ახლა 8-9 მილიარდი, ამდენი მილიარდი ცხოვრობს დედამიწაზე და ყველას ვერ მოვთხოვთ ჩვენ ამას, მაგრამ განსაკუთრებით ვამბობდით იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ კაცები უნდა იყვნენ, რომ კაცებმა იმრავლონ ამ ქვეყანაში. რომ ნიშანსვეტი, თავარი აი მისაბაძი, რაღაც განსაკუთრებულად ის უნდა იყოს კაცი. თავისი ღირსებებით, სიმაღლით, ვაჟა-ფშაველას ხშირად გავიმეორებ, თაც მაღალია, ბარიც მაღალი და კაცი უნდა იყოს უფრო მაღალი. ვაჟა-ფშაველამ ხომ ორი დიდი ნაწარმოებით, ერთში დაპირისპირება როგორია, პიროვნება თემს უპირისპირდება და მეორეში თემი პიროვნებას უპირისპირდება. მაგრამ საყრდენი მაინც სად არის? საყრდენი არის კაცობა. იტირე მადლი გიქნია, მე რა გამგევარ მაგისაო და დიაცამ უნდა მოდამ უხდება ვაჟკაცის კაცი კარგისაო და ესე იგი თავის მეუცოლს ისიც კი აპატია რომ მისი მტერი და სხვა კაცი იტირა. დღეს სტუმარი ეგ ჩემი ეს კაცობის განსაზღვრელი იყო. ბევრი რამ არის იცით აი მე რო წარმოვიდგინე რომ აი ვთქვათ რომელიმე ტელევიზიაში რა არის ეგ მიდის ყოველდღიურად მე გარწმუნებ თქვენ იმას რომ ქვეყანა შეიცვლება ფილოსოფოსებს, ფსიქოლოგებს რომ ვაზდებდეთ საშუალებას რომ ისაუბრო ამ თემებზე მარტივი ენით. მე შეიძლება ვერ ვსაუბრობ ისე როგორიც საჭიროა, მაგრამ მარტივი ენით. მე რო ჩამოვდივარ აი ქუთაისში როცა ვარ, თქვათ რამდენიმე პიროვნებასთან ურთიერთობა საოცარ დიდ იმას მაძლევს, აი სიმშვიდეს, სიწყნარეს, მამაღლებს, მაძლიერებს, ეს წერლობის, ხელოვნების, მეცნიერების წარმომადგენლები არიან. და ვთქვათ განსაკუთრებულად აი როცა ვსაუბრობ ეს ენდი გოგლიჩიძესთან ან თუნდაც ამირან აფციაურთან, ამ კაცი რომელიც რაღაც სასწაულიმდა უამრავი ასეთი იმაში, ნუ ეხლა გერდაურს, მაგრამ დღეს რადგან ამ პიროვნებასთან იყო შეხვედრა და ამის წინ კიდე დაურეკე იზავებხაძეს მის დაბადების დღეა დღეს და უთხარი რომ ეს ნახე მეთქი, რომ ეს გადაცემა რომელიც აი ამ ბოლო პერიოდში იყო, ამ ჩვენ ცალკე დავუკავშირდით და ესე იგი კიდე ცალკე შევეხებით და ძალიან გამიხარდა რომ ძალიან ცნობილი პიროვნების მერაბ კეზევაძის ჩვენი ქალბატონი როზა დევდარიანი წერდა რაღაც აუცილებლად კარგ სიტყვებს მერაბ კეზევაძესთან დაკავშირებით და მეც შეუერთდი ამას, იმიტომ რომ აი მიხარია რომ აი როდესაც ვხედავ აი ნამდვილი ქალი კაცში, კაცურ
ხასიათს და კაცობას აფასებს. ყოველთვის ეს გამორჩეული იყო. როდესაც საქართველოში კაცობა იქნება საყრდენი, როდესაც კაცობა დაფასდება, კაცობა არის ინტელექტი, სამართლიანობა, გამბედაობა, ვაჟკაცობა, ყველაფერია კაცობასთან, გულწრფელობა, ალალი, წრფელი, ბოროტისაგან განრიდებული, ამბობს არა იობის სახარებაში, აი როგორ კარგად არის ჩამოყალიბებული ადამიანი, ვინ არის, რომ აი თქვათ იქ წერია თითქოს რაღაც მეორდება, მაგრამ არაფერი. ალალი, წრფელი, ბოროტისაგან განრიდებული და რაღაც ამდაგვარი ისინი, რომ არის 4 სიტყვით არის კაცის რაობა მოცემული. 4 სიტყვით. მე ძალიან ბევრი რამ გავიხსენე ამ დღეებში, როცა ამაზე საუბარი დაიწყო და ვიფიქრე იმის თაობაზე, რომ ღირდა თუ არა ამაზე საუბარი, ახლა ადვილი არ არის ჩემს ვიღაცამ შეიძლება გაიცინოს თქვას, ახლა მეტი სხვა რამე არ არის და გადაყოლიერია ზოგი ტრამპს ლანძღავს, ზოგი ტრამპს აკებს, ზოგი ივანიშვილს ლანძღავს, ზოგი ივანიშვილს აკებს, არა ყველა გაზომეთ კაცობით. ყველა გაზომეთ რამდენად არის კაცი. ვინც არ უნდა იყოს, მაგრამ კაცის კრიტერიუმები უნდა ვიცოდეთ. რომ არ შეიძლება კაცი უსამართლო იყოს. არ შეიძლება კაცი ბოროტი იყოს. არ შეიძლება კაცი ბილსიტყვაობით იყოს. არ შეიძლება კაცი ოჯახის მოყვარული არ იყოს. არ შეიძლება კაცი ქვეყნისთვის ბედჩემდგარი არ იყოს. არ შეიძლება კაცი სანიმუშო არ იყოს თავის შვილებისათვის და ყველასთვის. არ შეიძლება აი უამრავი რამდენი რამ არის რომელიც თქვა ამის მიხედვით გაზომეთ თქვენ მე ვიქნები თუ სხვა იქნება ნებისმიერ ვინმეზე ეს კარგია ცუდია ეს არაფერს არ ნიშნავს თავარი არის რა კრიტერიუმებით ზომავ მას და დღეს როცა ვამბობდი იმაზე რომ სიკვდილამდე არ უნდა მოგდე მე უამრავი ადამიანი ვიცი რომ 100-ჯერ ამ მკვდარი 10-ჯერ ამ მკვდარი 20-ჯერ ამ მკვდარი ჩაშვება იცის ენის მიმტანია მონა სიმდიდრე მონობით მოიპოვა მიწაზე ფორთხიალით ხელისუფლების წინაშე მოიპოვა კაცი შეიძლება იყოს ასეთი ნუ აქებთ ასეც მე გავიხსენე რომ რამანდა მაინც 9-ში მოხდა ეს 9 მარტს დაფიქრება ამაზე და ვიფიქრე 9 მარტი 1956 წლის და რატომ კაცობაზე რატომ ლაპარაკობთ ბატონ იგორთან საუბრობთ ამაზე არა სხვა რამე კაცობა რატომ იმიტომ რომ კაცობის დღე იყო ეს საქართველოსთვის სტალინის დაცვის დღე კი არ იყო კაცობის დღე იყო საქართველოს იმპერიას გამოუცხადა ომი კაცები დადგნენ ქალიც და კაციც იყო ქუჩაში მაგრამ ეს კაცობის აი დიდი სიმაღლე იყო იმ დღეს შექმნა ზვიად გამსახურდია ორგანიზაცია ქართველთა განთავისუფლების კეთორო ქვია ქართულთა თავისუფლების ორგანიზაცია ეს 9 მარტი იყო რომელიც ვიღაცას გონია რომ ჯერ ერთი იმ პერიოდში სწორად მოიქცა ყველა მე უამრავი ადამიანი მიყვებოდა ამის თაობაზე აი ვთქვათ აი როგორი იყო ვინც მონაწილე იყო ამისი აი ბატონ ნოდარ ნათაძე და უამრავი სხვა კიდე მიყვებოდა ამის თაობაზე და ეს იყო იცით რომ ქართული ხასიათის ქართული კაცობის დღე იყო ეს მაგრამ მარტო ამაზე ხო არ არის 9 ძმა ხერხეულიძე 9-სთან ხო არის დაკავშირებული 9 აპრილს მოხდა ჩვენთან ეს ის კი არ იყო იმათ ზეცასთან აიყვანეს საქართველოს დაღუპულება იმ დღეს და მე ამ ბაღში დავდივარ სადაც მათ სურათებია და ამ დღეებში ყველას გვარი წავიკითხე ხეებზე რო არის მიგრული და ესე შემთხვევით არ მოხდა სულ 3 დღით ადრე ვიდრე ამაზე დავიწყებდი ფიქრს ჩვენთან 9 წყარო სოფელიც კი არის და ჩვენთან 9-სთან უამრავ მე-9-მთა ესე იგი 9-მთას იქეთ როგორც იტყვიან 9-მთას იქეთ იწყებოდა მე-9 თაობაზე გადადისო თუ მე-7 მერვე მე-9 თაობაზე გადადის ჩადენილი ცოდვა ეს ხო უნდა იცოდე კაცმა რომ შენს შთაუმავლობაში ვინმე არ იყოს ისეთი ვინმეს არ შენი ცოდვა იმაზე არ გადავიდეს შენ ამით ხო უნდა იცხოვრო შიში შეიქ სიყვარულსა მეტი კი არაფერია ბიბლია იმის კი არ მუშტი კი არ არის არამედ ის ამბობს რომ ცოდვას ჩაიდენ იცოდე რომ შენ შთაუმავლობაში ამოვა ის და ნუ გააკეთებ ისეთ რამეს რომ შთაუმავლობაში გადავიდეს ეს ყველაფერი
9-სთან ბევრი რამ არის საქართველოში დაკავშირებული. ერთი 9 ძმამ გაიყო, ერთი თხილის 9-ის წარმოგიდგენია თქვენ 9 რას ნიშნავს. და მე ვიფიქრე, რომ მართლა 9 რიცხვი და 9 მარტი. თანაც მარტში იწყებოდა ჩვენთან ესე იგი ახალი წელი და დიდი კვალის გავლება ხდებოდა. გაზაფხულზე იწყებოდა ახალი წელი, ასე იყო ისტორიულად. და მე ეხლა მას ვთქვათ ჩვენი ეკლესიური ქვია და ბევრი სხვა რამ კიდე, მაგრამ მე ამ შემთხვევაში რაიმეს კი არ ვამტკიცებ, რაიმე კი არ შემოვგვაქვს. მე გავიხარე, აი ეს რატო გითხარით ეს ნახე მეთქი რომ ესე იგი რომ დაგიკითხეთ აქ და გითხარით მართვის სისტემა კორუმპირებული, რომ გამოვედი პარლამენტში და პარლამენტში ხო თავს დამესხნენ, როცა ვთქვი რომ სისტემაა კორუმპირებული და თქვენ პარლამენტმა შექმნით მეთქი. მე მოქალაქე დაკავშირის უთხარი რომ თქვენ შექმნით ეს კორუმპირებული სისტემა. არ იყო ეს ადვილი, მაგრამ დავანებოთ ეხლა თავი მე ამით არ ვამბობ რომ რაღაცა ადვილი იყო, ძნელი იყო რაღაც ისინი მე ამ იმაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მე იძულებული გავხდი მეთქვა ასეთი რამ რომ საქართველოში კაცების დეფიციტია და ქართულ პოლიტიკაში რაინდთა ესე იგი დეფიციტია მეთქი. და მე ვიწყებ იმ მოძრაობას იმისთვის რომ შევქმნა კაცების პარტია. კაცების პარტია. ამას მოყვა მთელი განგაში იმაზე და იმ პერიოდში გამომიგზავნეს ბატონი ხატიძე, ერთი ვერადე ვერ შევძელი რომ მოვიდეს, მაგრამ ვინც იცნობთ მას უთხარით რომ ნახოს ეს გადაცემა, როდესაც მე ვაპირებდი ამას და მითხრეს რომ ამ ეტაპზე არ შექმნაო პირველად და მე რომ მითხრეს რომ ეხლა შექმნენიო და აი ქვიჯექით ესე იგი ერთ-ერთ ამაზე პეროვსკაიას ყოფილ ქუჩაზე და აი ბარში რომელიც დაკეტილი იყო და აი მე უკვე რომ მიხვდნენ იმას რომ არაფერი უფრო არ ამაღლებს ადამიანს ნებისმიერს და მით უფრო კაცს ვიდრე კაცობა. არაფერი ისე არ ამაღლებს. კაცები და კაცობა რომ იყოს ხელისუფლებაში, ეს ქვეყანა იქნებოდა ბედნიერი. კაცები და კაცობა რომ იყოს ოპოზიციაში, ეს ქვეყანა იქნებოდა ბედნიერი. ჩვენ რო ვიბრძოდეთ დღეს, არა ვთქვათ აი ასე, როგორც იტყვიან აი ვიღაცის წინააღმდეგ ვიბრძვით და ვიღაცა ზოგი ივანიშვილს ებრძვის, ზოგი ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილის ებრძვის. ორთავე ბრძოლა არის დამანგრეველი, არც ერთი კაცური არ არის. კაცური არის ბრძოლა საქართველოსთვის. ვინმე წინააღმდეგ ბრძოლა კაცობა არ არის და არც კაცური არ არის. ბევრი რამ და რომ გავიხსენე მე რომ იოანე ოქროპირი როცა საუბრობს, როცა ამბობს იმას რომ ასე იგი თავისუფლებისათვის გაგათავისუფლად ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონებიო. ვინმეს დუდუგზე ვინც ბუქნაობს, იგი კაცი არ არის. ვინც ვინმეს ფერქვეშ ეგება, ის კაცი არ არის. არც იმას ვინც იგებს ფერქვეშ და სიამოვნებს რომ ვიღაცა ფერქვეშ ეგება. არც ის არის კაცი და ის არც ის ვინც ეგება მას ფერქვეშ. ამის მიხედვით რო გაზომავ საკუთარ თავსაც მე საკუთარ თავში მინდა ვებრძოლო ყველაფერ არაკაცურს. როგორ შეიძლება კაცმა სიყვარულის გარეშე იცხოვრო? როგორ შეიძლება კაცმა იცხოვრო, თქვათ, ქვეყნის გარეშე? როგორ შეიძლება კაცმა უგულოდ იცხოვრო? მე ჩემთვის ვამბობდი რომ დაადრეც და ეხლაც ვიმეორებ რომ ვინ დაღუპა ეს ქვეყანა? უგულო და ორგულებმა დაღუპეს. მაგრამ ვინ აშენებს ქვეყანას? ერთგული. ორგული კაცი ვერ ააშენებს ქვეყანას. ვარც უგულო კაცი ვერ ააშენებს. ერთგული ააშენებს. ერთი გული უნდა გქონდეს. ეს გული უნდა იყოს კაცის გული. მართლაც უნიკალური ნათქვამია რომ თავისუფლებისათვის გაგათავისუფლად ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები. უფროსის მონარო ხარ და იმაზე კი არ ფიქრობ რა არის ქვეყნისთვის საჭირო. არამედ იმაზე როგორ ასიამოვნო შენს უფროს. და თანაც ამავე დროს იცი რომ უფროსი არ არის ქართული განწყობის და აი გარეთ გამოდიხარ და ლაპარაკობ რომ ამას საქართველოს გარდა ყველაფერი უნდა, ერთს არც ეკლესიურია, არც იგნიერია, არც არაფერი და ამ დროს შენ მისი მონახარ. ვინ უფრო მძიმეა? ის, ვინც არც ეკლესიურია, არც ქართულია, არც არაფერი, თუ შენ რომ იმ არა ეკლესიურის, არა ქართულის და არა განათლებულის და იმ წინაშე ფეხქვეშ ხარ მოდრეკილი. ვინ უფრო საშიშია ამ ქვეყნისთვის? არა ის, არამედ შენ.
უამრავი რამ არის, იცით რომ მე აი მორალისმით კი არა რომ როდესაც ესე იგი როცა დამთავრდა საპრეზიდენტო არჩევნები და მე რომ დავჯექით გარკვეული ჯგუფი ვინც ვიყავით რომ აი თქვით მაშინ რომ ზნეობრივ ადამიანთა და მორალურ ადამიანთა რაღაც ესე იგი აი ერთობა შეუძლია რომ ქვეყნის გადარჩენა აი დღეს ამას გამოკვეთილად ვამბობ იმიტომ რომ კაცი არ შეიძლება ზნეობრივი არ იყოს მორალური არ იყოს უამრავი რამ არის რომელიც კაცის ღირსებასთანაა დაკავშირებული უამრავი ოთარ მამფორიას აქვს ხართან დაკავშირებით რომ რადგინდა ორი რქა მაინც უღელი გადგეაოდე რადგინდა გარეგნულად იყო კაცი გარეგნულად იყო ადამიანი და მით უფრო თქვათ კაცი იყო და შინაგანად კაცის არაფერი არ ქონდეს კაცი არის ის ვისაც შინაგანად აქვს შეიძლება ერთმა პიროვნება მითხრა ამის წინ და საოცრად მიყვარს ეს პიროვნება თავისი ბევრი რამით და თქვა რომ მე კაცივით ვაზროვნებო და მე ვუთხარი რომ არა მგონია ეს უკადა თვითონ ქალბატონია და კაცივით ვაზროვნებო და მე მას ვუთხარი რომ ბედნიერება იმაშია რომ ქალი ხარ და ბედნიერება იმაშია რომ არ არის საზომი იმისა რომ თქვა ქალი უფრო ნაკლებად აზროვნებს ვიდრე კაცი პირიქით თქვენ აზროვნებთ ისე როგორც ქალის აზროვნება არის გამორჩეული მე ვამბობ იმას რომ ქალი მიუწვდომელია იგი უნიკალური ლექსი არსებობს არის ნაზი კილასონიასია ასე ვიცი რომ ზღვაში შევიდა თეთრი კარწული ზღვა შეიშალა და ვამბობ იმას რომ ზღვა შეშალა ქალმა და თუ კაცი ხარ უნდა შეგშალოს შენც მაგრამ ეს უნდა იყოს ქართული ცნობიერებით არა ხორციელი არა რაღაც აი იმის ისა რომელთაც დათვრა დღეს საქართველოს ხორცით თვება საქართველოს დღეს ხორცით ზეციურია ყველაფერი ძალიან კარგი იმიტომ რომ ნელ-ნელა ადამიანმა თავისი ცხოვრებით ნელ-ნელა უნდა იაროს ზეცისკენ მუხრან მაჭავარიანი რო ამბობს რომ ჰაერს ფეხს ვადგამ და მივდივარ მაღლაო ჰაერს ვადგამ ფეხსო და მაღლა მივდივარო აი ეს არის სწორედ ის რაც დღეს ჭირდება საქართველოს მე ყველაფერში რაზეც კი ვსაუბრობ ყველაფერში ამოვდივარ ქვეყნიდან ვეძებ გასაღებს იმისას რომ აი ამ მდგომარეობიდან როდესაც ესე იგი უშიშროებამ აიღო ხელში ყველაფერი კაცები არა ხართ ამ უშიშროებაში როგორ შეიძლება თქვენს ოჯახებში სიმშვიდე იყოს როცა უშიშროებაში თუ ძაათი მაშინ სხვაგან უშიშროებაში ნუ ხარ როგორ შეიძლება უშიშროება მართავდეს ამას როგორ შეიძლება ეს როგორ შეიძლება რომ პოლიციას ეს უფლებები კონდეს როგორ შეიძლება რომ ხელისუფლებას ეს უფლებები კონდეს აი როგორ შეიძლება იმდენ რამეზე შეიძლება თქვათ ეს მაგრამ როგორ შეიძლება რომ ადამიანებს ეკცეოდე ისე აი როგორადაც თქვათ ეკცევიან დღეს ქვეყანაში თვითონ ყველაფერს იბრუნებენ წართმეულსაც სხვასაც ართმევენ თავისუფლად უამრავი რამ არის კიდე სალაპარაკო სამომავლოდ კაცი ამას არაფერს არ გააკეთებს კაცი თავის წინაპარს საფლავში არ გადააბრუნებს მე მამაჩემის საფლავზე ვიყავი დღეს ხვალ მამაჩემის დღეა მისი გარდაცვალების და მე ვიდექი მარტო არა 1 და 2 წუთი დიდი ხანგრძლივი დროით ვიდექი და ადამიანურად ვინანიებდი ყველაფერი იმას თუ რაღაც მიწყენებია და ბერჯერ ვაწყენინე და ვინანიებდი ყველაფერი ამაზე და ვამბობდი იმას რომ აი ღირსებით ცხოვრებაა კაცობა ამ ქვეყანას მე გაუცებული ვარ რომ ხელისუფლებაში მოხდნენ ადრე თითქოს მეგობრები ვიყავით დღეს არ დაინახოს ვიღაცამ ხელს ვერ გართმევენ ვერ გელაპარაკებიან ნაცვლად იმის ამისინ ბატონიშვილის დაგზალვაზე ვიყავი მეგონა რომ ბევრნი ვიქნებოდით მაგრამ ნუ ეხლა ეგ არ არის მთავარი ნახე ერთი პიროვნება რომელთანაც აი ის მაქვს აი ჩვენ 7-მა კაცმა თავის დროზე როდესაც შევქმნით ორგანიზაცია წინ საქართველოს სისხლით დავძმობილდით ერთმანეთთან მისი შვილი რაღაცგან მაღალი თანამდებობის პირია და მე ხელისუფლებას ვაკრიტიკებ ცივად შემხვდა ეს არის კაცობა ვანაცვალეთ ყველაფერი ჩვენ თანამდებობას როცა თანამდებობებზე არ ვიყავით სხვა იდეალებისთვის ვიბრძოდით
და როცა თანამდებობაზე არ ვიყავით, რა იდეალებისთვისაც ვიბრძოდით, ეხლა როცა ჩვენ ან ჩვენი ახლობლები თანამდებობებზე არიან, იმ იდეალების საწინააღმდეგოდ ვიბრძვით. ეს არის კაცობა? წარმოუდგენელია ეს. მე თეორიულ ასპექტში კი არ განვიხილავ ამას. მე დღეს თქვენ ყველანი დაფიქრდით. მე ჩემ თავზე უკვე ვიწყებ ფიქს და მე ერთ პიროვნებას გუშინ დღეს ტელეფონზე რო ველაპარაკე, ვისთანაც მქონდა 8-ში ამ დღეებში შეხვედრა, ვეუბნებოდი რომ მე უამრავ რამეებზე დავიწყე დაფიქრება და ბევრი რამ მიუხედავად იმისა, რომ სიზულვილი ამოუშანთე საკუთარ თავში, სიზულვილი. და ტრულად რო არის ჩემდამი განწყობილი მის მიმართ კეთილად ვარ და ვამბობ ხშირად რომ სიზულვილის კენჭი რომ ესროლოთ, სიყვარულის ლოდს დაგახვედრებთ. ეს გივი ბრეგაძეს ამ საუკუნის სიმაღლის კაცს თან ერთად შევქმნით ჩვენ ეს გამოთქმა და დღეს მის შვილთან მქონდა საუბარი და გულისხმეთითი. და ვამბობდი იმას რომ მე ნუ მიმიყვანთ მამა თქვენი საფლავთან და ნუ მოვახტევინებთ ბოდის ისე ვიყოთ ერთმანეთთან რომ აი ვთქვათ აი თუ რამეში ერთად ვართ რაღაცა და აქ ლაპარაკი არ მე არ მინდა პირადი ერთგულება და პირადი ერთგულება არაფერი არ არის. ჩემთვის თავარი არის ქვეყნის ერთგულება. როცა ქვეყნის ერთგული ადამიანი თუ ამ შემთხვევაში ჩვენ ქვეყნის ერთგულებაში ვართ ერთად, ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ საქვეყნოდ ვართ მორბორთული. მაგრამ თუ თქვენ ვინმე ჩემი ერთგული ხართ, ან მე თქვენი ერთგული ვარ და მე არა ვარ ქვეყნის ერთგული, ან მე ვისი ერთგულიც ვარ, ის არ არის ქვეყნის ერთგული, ეს მაშინ მონაყოფილ ვარ. მე მონა უნდა მოვკლა საკუთარ თავში. აი ამ რამდენიმე ხნის წინ და ეხლა მინდა კიდევ ერთხელ წავიკითხო, ნახეთ როგორი ძლიერი გამონათქვამი იყო, რომელიც ვთქვათ აი ამ ბოლო პერიოდში დაიდო და ნუ ეგერ რომ ნახავ მას თქვენ მიხვდებით რომ მართლაც უნიკალური რამეა და ვისაც ამის გაკეთება შეუძლია გვერდზე როცა დავდე მასწავლებელო როგორ შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ მოსწავლე კითხულობს მასწავლებელი პასუხობს ყოველ დღე მოკალი ერთი მონა ერთი მრჩეველი ერთი მოსამართლე ერთი არისტოკრატი და ერთი ბელადი კი მაგრამ სად ვიპოვო ამდენი ყოველ დღე შენში შვილო ჩემო მხოლოდ შენში აი შენში მოკალი მონა ადამიანი რომელიც კლავს საკუთარ თავში მონას ის არის გამარჯვებული სხვას რო ებრძვის ის კი არა საკუთარ თავში ვინც კლავს მონას ყველას რო ვასამართლებთ მოკალი საკუთარ თავში სხვისი გამსამართლებელი უფალია განკითხავი და აქ ბევრი რამ ისეთი რამ არის მაგრამ ხო ხედავთ რომ ესე იგი როგორ კარგად არის ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული ამ ერთ პატარა ნათქვამში როგორ კარგად არის ჩამოყალიბებული აი წიგნი რომელიც მე დღეს თქვენ წარმოგიდგინეთ აქ ჯერ ერთი ეს დიდი ფილოსოფოსი იყო და ნუ ამას ჩემი ისინი არ ჭირდება უბრალოდ ჩემთვის ბედნიერებაა რომ თქვათ მე მაქვს საშუალება რომ ეს ადამიანები ვიკითხო ვნახო და ბევრი სხვა რამ მაგრამ აი დააკვირდით როგორ რომ თანამედროვე ადამიანის ტვინი ამ საუკუნეში ცხოვრობს ხოლო სული ქვის ხანაში ზნეობის ტყეობაში ცხოვრებაო მუხრან მაჭავარიანმა თქვა ზნეობის ტყეობაში უნდა ცხოვრობდეო ზნეობის ტყეობაშიო ეს არის გამონათქვამი ერთ ბევრჯერ ვინმეს უკვირს მე როცა ვეუბნები რომ შენი ასაკიო რომ მეუბნებიან ნუ გააჩნია რომელ ასაკს მეუბნებით მეთქი აზროვნებით მე შეიძლება ანუ აზროვნებით არა ნუ აი ცოდნით მე შეიძლება მეტი ვიცი დღეს ვიდრე პირველმა ფილოსოფოსებმა იცოდნენ და დიდი ფილოსოფოსები შემიძლია დავასახელო მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე მათზე უკეთესად ვაზროვნებ უბრალოდ სხვა საუკუნეა სხვა პერიოდია და მეტი ვიცი მაგრამ მე აზროვნებით უნდა ვიყო საუკუნეების სტოლი გულით რაც შეიძლება ახალგაზრდული თუ გვინდა რაღაც შექმნა თუ შენ ცოდნით არ ახარ თუ შენ ცოდნით მარტო აი 1 წელს და 2 წელს და დღევანდელ რაღაცას მოიცა ეს არაფერს არ ნიშნავს აი სადღაც
აი ტოლი უნდა იყოს საუკუნეების და არა ერთი და ორის. კიდე თუ წოდნით იმდენი ისეთ სიღრმე უნდა იყოს და ღრმად უნდა აზროვნებდე. ამას ნიშნავს დღეს კაცობა. ჩვენ დღეს ძალიან ბევრ რამეზე რაც ილია ჭავჭავაძე ამ კუთხით ვთქვათ ეს მართლაც რომელ ეპოქაში, რომელ დროს და როგორ თქვა ეს ყველაფერი. უამრავი რამ შემიძლია დღეს ლიტერატურა მოვიყვანო, არ მინდა დღეს ამის იმით ვისაუბრო, მაგრამ აი ხლა დაუბრუნდები პრაქტიკულ საკითხებს და აი კიდევ ერთხელ და მე ისევ ამ თემასთან დაკავშირებით მაინც მინდა რომ გამოკვეთილად იყოს რომ ესე იგი აი მთაც მაღალია, ბარიც მაღალი და კაცი უნდა იყოს უფრო მაღალი. ეს რაღაც და აი ხშირად გავიმეორებ ამას რომ ქვეყანა ძლიერია რომელიც კაცობაზე დგას და კაცების ქვეყანაში ქალი ბედნიერია და ბედნიერია ქვეყანაც კაცების ქვეყანაში სადაც კაცების დეფიციტია იმ ქვეყანაში ძალიან რთული მდგომარეობა ცხოვრების დონე ყველაფერი და არც ხელისუფლებაში არ არიან კაცების ქვეყანაში სუსტი ხელისუფლება ვერ მოვა. მე ვემზადები ძალიან სერიოზული საუბრისთვის გურამ ქართველიშვილთან და ეს თემაც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი შეხვედრის დროს. მაგრამ გადაიდო ბევრი რამის გამო და გადაიდო ამ დღეებში როცა ვაპირებდით სასვლას თქვენ წარმოგიდგენიათ რომ გამოვაცხადეთ ხალხის მიერ დასახელებულ კანდიდატურებს წარმოვადგენთ. იმ დღეს გატეხეს პირდაპირ ეთერში უნდა ყოფილიყო ტელევიზია ქართული ტივის და იმ დღეს გატეხეს ზუსტად იმ დღეს ქართული ტივის Facebook გვერდიც ვებ გვერდიც არის საერთოდ ყველაფერი. მორალური ზიანი, ზნეობრივი, ადამიანური, ფინანსური წარმოუდგენელი ჩვენ ისედაც უმძიმეს დღეს მე ასეთ კრიზისულ სიტუაციაში უკვე არ ყოფილა ტელევიზია დღეს საუბრობდით იმაზე რომ მეცნიერთა კონგრესი პატრონობს ამას და ვიცით ყველაფერზე რომ აი კაპიკზე რომ ვადებ და ხშირად ვითქვამს რომ აი ჩამოვა ეგრე მეცნიერ რომელსაც სულ 600 ლარი აქვს და 100 ლარს დებს ტელევიზიისთვის და აი იგივე რომ ვახსენე ენდი გოგლიჩიძე 300 ლარით ეხმარება ყოველთვიურად ეხლა სხვა იმაზე არ მინდა ვისაც რა საშუალება აქვს ნუ აი ასე რამდენიმე 200-300 კაცი რო ვიყოთ ყველაფერი გადატანილი იქნება მაგრამ დღეს ამ საკითხზე არ ვსაუბრობ ეგ არ არის თავი თქვენ წარმოგიდგენიათ ტელევიზია ქართული ტივის შედით როგორ გატეხეს და თვითონ როდის გატეხეს არ ვიცი ეს რას მოყვა რის გამო იყო მაგრამ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ ვერ იტანებენ თქვათ კარგ ადამიანებზე საუბარს ქვეყანაში მე ხალხზე არ ვამბობ და ის გვარები რომელიც დასახელდა და რომელიც ითქვა ეს მართლაც აი ვინც კი მოისმინა და ნახა თქვა რომ მე ბევრს არ ვიცნობ მაგრამ თვითონ მიდგომაა კარგი რომ ასახელებენ ვინც ყველაზე მეტად დასახელდება ვაქვეყნებ სიას იქნება ერთი საერთო სია რა ბევრი რამდენჯერმე უნდა ყოფილიყო მაგრამ ეხლა 31 მარტისთვის სადაც პარტიების შეკრებისთვის გამოქვეყნდება და ხალხს მიმართავ და ვეთქვით გადახედეთ მთელი აპრილის თვეში რა არის როგორ არ თუ გინდა დაამატეთ ვინმე ხوار გვაკლია ან შეიძლება ვინმე ჩვენ რაღაც წარმოადგენს და რაღაც ამის იმით და მოდით 26 მაისისთვის რაღაცა შევქნათ აი ეს დიდი რაღაც შეიძლება საზოგადოებრივი პარლამენტივით აჩე ხوارებზვის ვინმეს ეს ვინმე წინაამდე ხوار არის დაიწყოს ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინის განხილვა და ბევრი სხვა რამ და ასე შემდგომ ამაზე ხوار არის ხედავთ აი იმ დღეს გატეხეს და აი ვთქვათ ჩემი ნებისმიერი გამოსვლა რომ 10-15,000 კაცის ნუ 5,000 ნაკლები არასდროს არ არის აი ეს გამოსვლა იმდენად ეს ყველაზე მნიშვნელოვანი 100 კაც ვერაც და 100 კაც თუ ვითომ 100 კაცზე მეც არ უნახავს ან როგორ შეზღუდეს ეს Facebook-ზე კიდევ ბევრს ვეუბნები ნახე შემოვიდა ჩემს გვერდზე ვერ ხედავს ეს რა არის ბატონებო ასე წავა ქვეყანა ეს არის კაცობა ვინც ეს გააკეთა ტელევიზია ქართული მერა ბერძენიშვილის სახში დაბადებული აზრი და შექმნილი რეზო ჩხეიძის მიერ დაფუძნებული აზორ ერქომაიშვილის გივი თოიძის გიგა ბათიაშვილის ესე იგი აი ხო გეუბნებით არა ნუ აი როგორი პიროვნებების რეზო ბალანჩივაძის გომარ მხეიძის რომან რურუას ტარიელ ხარხელაურის თემურ გუგუშვილის
ესე იგი აი ამ ადამიანების მიერ რამაზ ყურაშვილის და აი ამ ადამიანების მიერ აი შექმნილი ჩამოყალიბებული ნაცვლად იმისა რომ მიეხმარო 1 ლარი 2 ლარი ვიღაცა რაღაც იმით და ასე შემდგომ ნაცვლად ამისა გატეხეს და ყველაფერი დაგვა რაც 7-8 წლის განმავლობაში რაც აკეთეს მოგროვდა ყველაფერი წაშალეს გესმით თქვენ გესმით აი რა ბოროტებ საზომია აქვს ამაზე დიდი ბოროტება რა შეიძლება ჩაიდინო დღეს ამ ეპოქაში ლაპარაკობთ გამოვდივართ უყურადღებოდ რჩება ყველაფერი ნახოთ დღეს მე ვეუბნებოდი ტელევიზიის გენერალურ დირექტორს რომ მიმართე ეს არის პირადი მონაცემების პრაქტიკულად როგორც იტყვიან აი პირად მონაცემებში შესვლა ხომ ვინ გააკეთა ჩინელები არიან უკვე სურათები რომ ჩანს უკვე ეთყობა ჩინელებისაა უკვე ეს გვერდი 30000 ხელმომწერი ყავდა 30000 ხელმომწერი თქვენ იცით რომ ამას ყიდიან ხოლმე ესე იგი ორმაგი რამე გააკეთა ალბათ ვიღაცის დავალება შეასრულა რომ ეს დაშლილიყო და მეორე ის გაყიდა ეს არის კაცები ამნაირ რამეს აკეთებენ მე ვიმეორებ რომ აი ამ ეზოგარემოს აი ამ სახს სადაც ვართ ჩემთვის ყველგან დედა მამა ყველა მეუბნებოდა რომ ესე იგი კაცად და ვამბობდი ერთ რამეს რომ ოჯახის შვილობა ყველაზე დიდი აკადემია აქვს დამთავრებული მას ვინც ოჯახის შვილია ოჯახის შვილობის აკადემია ყველაზე დიდი აკადემია ამას ანგრევენ ამას ვანგრევთ ამას ვებრძვით მე ხوار ვამბობ თქვენ ებრძვით ან სხვა ებრძვის მე ვამბობ ვებრძვით ყველანი ხომ მე ვამბობ იმას რომ როგორმე ამაზე დაფიქრებაა საჭირო მე პიროვნება რომელმაც მელაპარაკა და რაღაც ახსარებით რო ქონდა ანუ მე ვთხარი რომ აი შენ ვერ წარმოიდგენ როგორი სინათლეა მეთქი შენში და იმ სინათლემ მე ძალიან ბევრი რამ დამანახა ჩემში რომელიც ვთქვათ აი საჭიროებს განათებას და მე ყველას ვეუბნები რომ რაღაც არ შეიძლება ამ ქვეყანაში არ შეიძლება მდიდარ ქვეყანაში ცხოვრობდეთ ღარიბად არ შეიძლება უწიგნურობა იყოს ესე იგი ბრძანებელი ამ ქვეყანაში ამ ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფალი უნდა ცხოვრობდეს ზნეობის ტყვეობაში ეს გამონათქვამი მუხრანმა ჭავარიანს ეკუთვნის არც ერთნაირი ტყვეობა არ ვარგა გარდა ერთისა ზნეობის ტყვეობაში ცხოვრებაა კარგი ძლიერი არის ის ვისაც შეუძლია იცხოვროს ზნეობის ტყვეობაში სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა შეიცვალო როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში როგორ აი გუშინ ერთი საინტერესო პიროვნება არის რომელთან ერთადაც აი ქართული პური ხვალ იქნება გადაცემა ტელევიზიით ქართული პური როგორც სამკურნალო საშუალება და ვნახეთ ერთ-ერთი ქალბატონი რომელმაც თბილისი დატოვა წავიდა ესე იგი პატარძეულში თავის ეზოში განადგურების პირზე მიყვანილი ქართული ჯიშები ახალგაზრდა ქალბატონი აკეთებს ამას სახელმწიფომ რა უნდა ქნას ხელის გულზე დაისვას მიეხმაროს გვერდით დაუდგას რასთვად ამისა ჭორები ჭორაობა უბედურება რომ კარგი საქმის კეთების სურვილს უკარგავენ ადამიანებს მაგრამ ძლიერები ამ სურვილს არ დაკარგავენ არასდროს წავედით ნახეთ და ეხლა ხვალ ვისი მონაწილეობით რო გყავს თენგიზ ჯალიაშვილი ქვეყანაში არა ნუ უნდა იამაყო იმით რომ მე მაგალითად ჩემთვის მე ვთვლი რომ რთული პიროვნებაა რთული ესე იგი ვერ იტანს არა ესე იგი ელემენტარულ უწესობას ვერ იტანს ელემენტარულს აი ვერც კი წარმოუდგენია რომ აი გული წყდება იმაზე რომ როგორ შეიძლება ქართველ ხალხს ვაჭამოთ ეს რასაც ხალხი ჭამს დღეს პროდუქტებს კაცი განისთის ამას ჩაქუჩით მოვიდა ერთხელ გადაცემაში
და თქვა იმან როგორ შეიძლება ჩვენ ჰერბიციდებს ვიყენებდეთ როგორ შეიძლება რომ ჩვენ ვთქვათ წამლავდეთ აი ამ იმას და საწამლავის მერე მიღებულ პროდუქტს ისეთ რამეებს მესაუბრება და ხვალ მეორე პიროვნება რომელიც რამაზ ყურაშვილმა თავის ძოზე გაამახვილა ყურადღება რომ ქართული პური არის ისეთ მდგომარეობაში ამის მიღება არ შეიძლებაო და ისიც მიიღებს მონაწილეობას აი იმ ქალბატონსაც ვთხოვეთ და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ თუ უყურებს ამ გადაცემას ჩამოვიდეს და მიიღოს მონაწილეობა ამ გადაცემაში იმიტომ რომ სასწაულად დიდ საქმეს აკეთებს და უამრავია ასეთი ადამიანი მე ვამბობ იმას რომ ბატონი გიანა დარეიშვილი სასწაული ისინი ჩაატარა აგერ ჯუმბერ პატიაშვილის ეზე გვარემოში და ვიღაცა გვერდით რო დადგომოდა რაღაც ყოფილიყო ხა ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება და ისეთი ისა რომ მაგრამ სასწაულად კარგი შედეგები დააყენა იგი ისეთივე აქვს ბატონ რამაზ გახოგიძეს იკლავს თავს ბატონი ესე იგი შოთა ჩხეიძე რომელიც ამერიკაშია რამდენიმე წელი ამერიკელები გვეუბნებიანო რომ ბიჭო სხვისის სამათხოვრო რა გაქვთო ანუ ხშირად რომ თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა ესე როგორ მიგავთ ჩვენგან ან თურქეთისგან ეს საწამლავები როგორ მიგავთ ესე იგი ფუტკარი მოსპეს პროდუქტი იმისენი მოსპეს ძალიან ბევრი რამ ისეთი საწამლავები შემოვიტანეთ გარედან ყველაფერი ამას ებრძვის მაგრამ რა უნდა ქნა ყველა ვინც ამ მოწამლულზე ზის ამ რამდენიმე ხნის წინ აი სწორედ აი ამ ქალბატონის დედამ ბატონ ერეკლე საღლიანთან ერთად ნუ აი ბატონი კახა შენგელია იქ ვიყავით მისული და მეორე დღეს ერთი თქვა რომ აი თუ შეგიძლია თუ აი რომ ლაპარაკობდით იმას დაუჯერებელი რო არისო ნახეთ ეს 10 კვერცხიო სოფელში კრუხით გამოზდილი წიწილა ყველაფერი და ასე შემდგომ და ბავშვებს რომ ჩვენთან სახში ჩემ შვილიშვილებს რომ მივეცით ეს კვერცხი არ არისო თქვენს იმიტომ რომ ისეთ კვერცხს ჭამენ ისინი ნამდვილი კვერცხად არ ჩათვალეს უკვე დააგვენგრა ყველაფერი თავზე კაცები შეიძლება ამას აკეთებდნენ კაცებს შეიძლება პური შემოქონდეთ ქვეყნის გარეთ კაცები ხო ამ ქვეყანაში პურის მოყვანაზე იფიქრებენ კაცებს შეიძლება შემოქონდეთ საწამლავი ამ ქვეყანაში კაცებს შეიძლება პური საჭმელი და სასმელი ამ ქვეყანაში გარედან შემოქონდეთ კაცები შეიძლება უშვებდნენ იმას რომ ასეთი ნარკომანია იყოს ქვეყანაში კაცები შეიძლება უშვებდნენ იმას რომ ასე განათლების სისტემა ასე წაგვიქციეს კაცები შეიძლება ასე უშვებდნენ რომ კულტურის მუშაკებს ასე ექცეოდნენ ეხლა რომ ხედავ ამას როგორ პოლიტიკური ნიშნით და ამით რომ დევნიან და რაღაც საშინელებები რო კეთდება და რამდენ რამეზე შემილია რომ კაცები შეიძლება ამას უშვებდნენ რომ სხვის იმაზე მდიდრდებოდნენ ეხლა მე რაღაც სურათები რო გამოვაქვეყნე რამდენიმე იმის წინ და ვერმა რაღაც მე ერთი წელია ვხედავ ქუჩაში წევს ადამიანები ვეუბნები შესაბამის იმას და ვეუბნები ბიჭო ხალხო მიხედეთ წოდვა ადამიანი ასაცი სახლები რაღაც თუ არ არის ააშენეთ ავაშენოთ ყველანი დავდგეთ გამოვაცხადოთ კაპიკაპის ყველა დავდეთ ქუჩაში არ უნდა იძინებდეს ადამიანი წუხელი 7 სურათი გადავიღე მაქვს ხო არის არა რომ ვიღებ სურათს როდის გადავიღე 7 სურათი 4 ქაშვეთის მიმდებარე ბაღში ოპერის თეატრში რუსთაველზე მაღაზიის წინ რუსთაველში გადასასვლელზე კაცები შეიძლება უშვებდნენ აბა მერი გამგებელი თუ არით კაცი თქვა შეიძლება ეს დაუშვას საზომია ყველაფრის საზომი ასე არაკაცურ საქციელს კაცები შეიძლება ჩადიოდნენ რაც ხდება დღეს ქვეყანაში კაცები არ შეიძლება ითმენდნენ ისეთ რამეს ასაც ვითმენ ჩვენ ამ ქვეყანაში და რაც უფრო კაცურად დავდგებით მით უფრო კაცური იქნება ხელისუფლებაც ხელისუფლება იქცევა ისე რის უფლებასაც ვაძლევთ და რადგან ყველაფრის უფლებას ვაძლევთ გადიან კაცების ზონიდან უკვე და აბსოლუტურად არავითარი მათ ქმედებებს კაცობასთან აღარ აქვს უკვე აი როგორი სერიოზული და როგორ მძიმე დადგა ჩვენთვის სწორედ ის რაც კაცობასთანაა დაკავშირებული მე ისევ ამ ტელევიზიის თემას ესე იგი ნაცვლად იმისა რომ დღეს ვინმე ამაყობდეს ფეხზე უნდა დადგეს ყველა როცა რაღაც ესე იგი აი
თუნდაც ამ ხალხის მიერ შექმნილ ტელევიზიას, სადაც პირდაპირ წერია, რომ 4%-ზე მეტი ყიდვის უფლება არ აქვს არავის, დებულებაში უწერია. რომ მილიარდი რომ გადაიხადო ფული, ამ ტელევიზიის 4%-ზე მეც ვერ იყიდი, აქციები გამოტანილია. არც ერთ ტელევიზიას აქციები არ აქვს გამოტანილი გარეთ. დღეს, როდესაც მივედი ოფისში, იქ შეხვედრა იყო, დიზი ამირეჯიბი იყო ერთ-ერთი უწყინვალესი პედაგოგი მუსიკის, ეს იყო რაღაც საზომი მეტრი, ესე იგი ჯერ როგორც მუსიკოს შემსრულებელი და მე თვითონ პიროვნება, მე ვარ ბედნიერი რომ ვიცნობდი მას და მისი შვილიშვილი. და მოვიდა და მოყვა რაღაც ტელევიზიებთან დაკავშირებით ბევრი რამ და ვიფიქრე იმას, რომ რა სინათლეა, როგორი ნათლად ფიქრობენ, არსებობენ, აზროვნებენ ადამიანები, რომ განიცდიან ამას ყველაფერს და როგორი უამრავ ადგილზე უმუშავნია და რაღაც მონახაზი გაკეთდა, მით უფრო ძალიან დიდი გამოცდილების მქონე იქ იყო კიდე პიროვნება, რომელიც ვთქვათ ამას ბატონი გია ტოგონიძე პოეტი და სატელევიზიო საქმის ერთ-ერთი კარგი მცოდნე და რომ ჟელობდნენ ამაზე, მეც ახლა არ ვარ პროფესიონალი, მაგრამ ამ თვალსაზრისით რომ უყურებდი, მივხვდი იმას, რომ დღეს დემიკო ლოლაძემ მართლაც კაცობით სავსე პიროვნებამ წიგნი გადმომცა რუსთაველის პროსპექტზე, შევხვდით ამ რამდენიმე ამერიკა და აკაკი ქვია მას გამოცეს. მე ამ დღეებში მას ვაჩვენებ, არა მაქვს ქუთაისში და თბილისში მინდა რომ ვნახო ამის იმ და აკაკი და სულ ვფიქრობდი იმას, რომ ბიჭო, ესე იგი ამდენი იუბილე წავიდა, ამდენი იუბილე. აკაკი წერეთელი, საჩხერე ცნობილია ძალიან ბევრი იმით, რომ აკაკი რომელზეც საუბრობ აგერ და მუხრან მაჭავარიანის და მარტო ესენი პაულოვი იაშვილის მუზეუმიც იქ არის და ყველა დიდი პოეტი და მწერალი რაღაც ფორმით იყო დაკავშირებული და ბარათაშვილები და ბევრი სხვა ვინმე. სულ ფიქრობ იმას, რომ ხომ შეიძლება რომ ვთქვათ მთარგმნელობით რამეს რომ ქვეყანას მოვდოთ ჩვენ, რომ ჩვენ ამ დიდი ლიტერატურის და დიდი პოეზიის, დიდი ხელოვნების და დიდი რაღაც სახელოვნებო მიმართულებები ქვეყანაში რომ იყო, რომ რაღაც ელემენტარულ რამეს ვთხოვთ. 20 წელია ელემენტარულ რამეს ვთხოვთ. ყველა ხელისუფლებას და ვეუბნებით, რომ ქართული ფილმების ჩვენება საქართველოს ტელევიზიებში იყოს უფასოდ. ან თუ იმათ უნდა გადავცეთ რაღაც, მაშინ სახელმწიფომ გადაიხადეთ, რომ თურქულ ფილმებს კი არ უყურებდნენ, ვთქვათ, ინდურ და სხვა ფილმებს, მე შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ ქართული ფილმები შემოდებულია თაროზე და კონსტანტინე გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენის ჩვენებისთვის ლამის დახურეს ტელევიზია ქართული ტივი. ამ დიდი პიროვნებების მიერ შექმნილი 21 პუნქტიანი პროგრამა რომ ჩამოყალიბდა, 20 წელია ეს 21 პუნქტიანი პროგრამა გადაეცემა ყველას. ყველა მინისტრს და ყველას ვეუბნებით, ბიჭო, დაიწყეთ ზოგიერთი პუნქტის შესრულება. რა უნდა იმას, რომ ქართული ფილმები ნუა შემოდებული თაროზე და უყურონ ადამიანება, თქვენ თუნდაც ბაშიაჩუკი, ხომ? მოგისმენიათ ან თუნდაც ბოლო ვნახოთ ეგერ მონანიება, ან თქვათ დათა თუთაშხია და რაღაც. არ არის ეგ ისეთი ფილმები, რომ დევს თაროზე ვერ აჩვენებენ, რატო? იმიტომ რომ თურქები გეუნებიან, ჩვენი ფილმი აჩვენე, ფულს იქეთ გაჩუქებთ. ჩვენები ეუბნებიან, ქართული ფილმი რო აჩვენოთ, ფული უნდა გადაიხადოთ. ლოგიკა არის ამაში. ეს არ არის კაცები ამას გააკეთებენ. საზომი არის, სწორედ საზომი არის კაცობა. ეს მეტრია რაღაც განსაკუთრებული რამ არის, ყველა მიმართულებით. შეიძლება ალარის ფელი ღვთის მოშიში და ბოროტებას განრიდებული. იობისთან დაკავშირებით რომ თქვა, ესე იგი, ალარის ფელი ღვთის მოშიში და ბოროტებას განრიდებული. ეს არის კაცი. მატყუარა არ იყოს, მართალი იყოს, ღვთის მოშიში იყოს და ბოროტებას განრიდებული იყოს. ბოროტებაში შეიძლება ცხოვრობდე? ბოროტებაში ცხოვრება ის არ არის, რომ ვინმეს ტყვიას ესროდე. ბოროტებაში ცხოვრობ, როდესაც სიყალბეს უჭერ მხარს, როცა მეკთამე ხარ, ფულში ხარ, როცა სხვა ზარცვავ, როცა ამდენი ის არის, მეწეგან გითხარით, რომ 7-8 ადამიანს ყოველ საღამოს ვხედავ, რომ წევს ალმე.
მითარას ეს ისე კი არა, მე დამიწერეს იქ რომ ასეთი ისინი ამერიკაში და სულ საზომი გახდა ჩვენთვის ამერიკა. არ არის ჩემთვის საზომი. არც ერთი სხვა ქვეყანა. საქართველოში ქუჩაში არ შეიძლება ეძინოს ქართველკაცი. რატომ? იმიტომ რომ გადით და დაელაპარაკეთ იმ ადამიანებს. თუ კაცები ვართ, დაელაპარაკეთ ხელისუფლებას მოგმართავთ, დაელაპარაკეთ. ამ ხალხის მიერაა შექმნილი ეს სიმდიდრე, რაზეც თქვენ, რისი გაყიდვითაც თქვენ გამდიდრდით. ბანკები, ბანკირები. ამ ხალხმა შექმნა ეს ყველაფერი. და ვინც ეს შექმნა, თქვენ სასახლეებში ცხოვრობთ და ვინც შექმნა ის ხალხი ქუჩაში ძინა, იმ ხალხს ქუჩაში ძინავს ბერს და ან სიმწარეში ცხოვრობს. ვისაც არაფერი შეგიქმნიათ, მაგრამ წაგლიჯეთ ამ ხალხს. ეს სიმდიდრე თქვენ სასახლეებში ცხოვრობთ და მზის მდინარეებში. არის ამაში, ეს კაცობის ნიშანი არის ამაში. მე არ ვამბობ იმას, რომ რაღაც მართლა დღეს შემოვიღოთ, არ შემოვიღოთ. მე მართლა მინდა რომ რაღაც ერთი დღე არსებობდეს, სადაც კაცი დაიწყებს ფიქს მის რაობაზე. და 364 დღე რომ იცხოვროს მერე კაცად. კაცობის დღეს უნდა იყოს ის დღე, როდესაც შენ ფიქრობ. და ზომას აკეთებ, რომ ხარ კი ყველა პარამეტრის მიხედვით. და მე 364 დღე ცხოვრობ კაცურად. ეს ქვეყანა იქნება ზეწარმატებული ქვეყანა. ეს ქვეყანა იქნება რაღაც სხვა სიმაღლის ქვეყანა. ჩვენ სულიერ მისიას შევასრულებთ. ასე იცხოვრეს ჩვენმა წინაპრებმა. ეს იყო საზომი. მე არ ვამბობ, რომ მასიურად ეხლა ყველას გადაედოს რაღაცა, მაგრამ აი რაღაც სხვა მოთხოვნა უნდა იყოს იმისთვის, ვინც ხელისუფლებაშია. ხელისუფლებაში შეიძლება იყოს არაკაცი. კაცები ხო უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, არა? და ხო უნდა დავწეროთ კაცი რა არის? ქართული სული არ გაქვს, კაცი როგორ ხარ და ქართული სული არ გაქვს და ხელისუფლებაში ხარ საქართველოში. კაცი კი არა, მდაბიო ხარ. სამართლიანი არ ხარ. ბოროტებას არ ხარ განრიდებული. ითმენ ამ ნარკომანიას. ითმენ ამ დაქვეითებას, ითმენ იმას, რომ 80% ქვეყნის გარედან შემოგვაქვს პროდუქტი და არ ფიქრობს იმას, რომ ქვეყანაში შევქმნათ. რა კაცობაზეა ლაპარაკი? სასახლეებს იშენებ თვითონ და ტაძრებს აშენებ, იმიტომ რომ ხელისუფლებაში მოხვიდე. ადამიანი, რომელიც ეკლესიას და ტაძარს აშენებს, იმიტომ რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ამას კაცობის ნიშანი არ აქვს. ტაძარს აშენებ, ხელისუფლებას აღარ უნდა მიეკარო. და ეს არ უნდა გამოიყენო ამისთვის. ხლა ვინმე იტყვის, რომ აი შენ მე როდესაც ვამბობ ამ იმას, რომ ქუთაისის იუბილე აღნიშნეთ 3500 წელი. შემომთავაზეს პირველი ნომერი ყოფილიყავ სიაში, მე ვთქვი, რომ მე არ ვაკადრებ ქუთაისს იმას, რომ ამის გამო ვიყო პირველი ნომერი სიაში, ამიტომ ეს გამორიცხულია უარი ვთქვი, არსად არ შევედი. მერე იყო, როდესაც 95 წელს დავით აღმაშენებლის ძეგლი გაიხსნა და მთელი საქართველოს ჩამოვიდა, 100,000 კაცი იდგა მაინც მოედანზე. და მაშინ იცით, ახლა 95 წელს 21 სექტემბერი როგორი იყო. მთელი მსოფლიოში მცხოვრები ბაგრატიონები, ყველანი და ჩვენი მეგობრები და ასე შემდგომ და შემომთავაზეს მაშინ, რომ აი მოქალაქეთა კავშირის მე ვთქვი, რომ გამორიცხულია, მე მონაწილეობას არ მივიღებ არჩევნებში, მით უფრო არც პირველი ნომერი არ ვიქნები, იმიტომ რომ მე არავის მათქმევინებ, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი გახსნეს, იმიტომ რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. 2003 წელს 21 სექტემბერს, როდესაც ჩვენ ბაგრატის ტაძრის 1000 წლისთავი აღნიშნეთ, მაშინაც შემომთავაზეს მითხრეს, რომ პირველი ნომერი არაერთმა და ორმა პარტიამ, მაგრამ მართლმა პარტიებზე ვლაპარაკობ სულ. მე ვთქვი, რომ არ ვაკადრებ ამას მე, ესე იგი ბაგრატის ტაძარს, რომ აი ბაგრატის ტაძარი ეს იუბილე აღნიშნეთ, მისი 1000 წელი და ეხლა მე პირველი ნომერი ვიყოს ეს. გამორიცხული ეს. სხვა საზომია. პოლიტიკოსობა არის სხვა საზომი. სხვა საზომია ხელისუფლებაში ყოფნა დღეს. ზნეობის განსაცმედელი ქვია ჭაბუა ამირეჯიბის რომანს დათა თუთაშხია.
დათა თუთაშხიას განწყობის კაცი უნდა იყო თუ ხელისუფლებაში მიდიხარ. დათა თუთაშხიას ჩემთვის ჭაბო ამირეჯიბის ეს ნაწარმოები არის ზნეობრივი განსაცმენდელი. კაცი ხარ, რომ დიდების მემორიალს დაანგრევ. კაცი რა ხარ, რომ დადგმულ ძესებს ძეგლებს ეჭიდავები და ბორბლებზე შედგა ხან ერთიდან მეორე და მესამე ადგილზე გადაგავს. ხარ კაცი. რა ბედნიერი იქნება საქართველო. რომ მართლაც ჩვენ აი ამ უდიდეს თემაზე, რაც ილია ჭავჭავაძემ შემოგთავაზე, კაცია ადამიანი. ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში ფოლკნერმა ამ გენიალურმა ამერიკელმა მწერალმა თქვა. არ ვიცი, თქვენ როგორ იღებთ ამ საუბარს, თუ ვინმეს არ მოგეწონათ ეს თქვენი ის არის, მე თუ რაღაც შეცდომა დაუშვი კიდე ამ შენდობას და პატიებას ვითხოვ, მაგრამ ჩემთვის ნებისმიერი პიროვნებისთვის მთავარი საზომი არის რამდენად ზის იმ განზომილებაში, რასაც კაცობა ქვია. კაცობაზე მდგომი საქართველო იქნება ყველაზე ძლიერი ქვეყანას მსოფლიოში. კაცების ქვეყანა საქართველო ეს იქნება ბედნიერების სავსე ქართველ ქალებიც და სადაც ქალია ბედნიერი, იქ ყველა ბედნიერი ვარ და ქვეყანაა ბედნიერი. ბიბლია მოდის, ბიბლია იწყებს ყველაფერ ამას. ილია ჭავჭავაძე თქვა ყველაფერი კარგად და ჩვენმა უწმინდესმა თქვა ყველაფერი კარგად, რომ კაცი წარმართველი, კალი დედოფალი, კაცობაა მთავარი. არ ვიცი, რამდენად ვისაუბრე ამ იმაზე, ნუ ეხლა დღეს მე ბევრმა მომწერა, რომ თქვენ რას ფიქრობთ, რაღაც ამაზე, იმაზე, ის რომ გაიპარაგა და ასე შემდეგ. მე ერთ რამეს ვფიქრობ ბატონებო. ლუიზა შაკრიაშვილი, აი ქალი, მაგრამ კაცობით სავსე აღმოჩნდა. ლუიზა შაკრიაშვილმა თქვა, ეს რაც თქვა, მან იმას ვიმეორებ, თორე მე ერთ პრეზიდენტში შემეშალაო? კარგით, მეორე პრეზიდენტში შემეშალაო, მე უნდა წავიდე პოლიტიკიდან. ჩვენთან ვისაც მეტჯერ შეეშალა, იმ ხალხს ვათხრებთ ისევ პოლიტიკაში. მე სიტყვა შემთხვევით არ ვამბობ, ლიტერატურული ეს. შევათხრებთ ხოლმე პოლიტიკაში. უნდა გამოვათრიოთ და ჩვენ ვათხრებთ პოლიტიკაში. მე ვეუბნები ყველას, ვინც დღეს მომწერეთ და მითხარით, რომ აი თქვენ როგორ უყურებთ ამას, რომ ბიძინა ავანიშვილმა დაიჭირა ნათესავი. ვინც დასაჭერია, ეს ყველას თავისი ის აქვს. მე ქუთაისში რომ მოვდიოდი ქალაქის მერად, მითხრეს, რომ ყველა დირექტორი დასაჭერია, ყველა ესენი. დირექტორი არ არსებობს, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ჩემთან რამე ჩააწყვან რაღაცა ამდაგარი, არ არსებობს ეგეთი ვინმე ამ ქალაქში. მე არავინ არ დამიჭერია. მაგრამ ჩვენ შევქმენით გარემო, რომ ყველაზე უკეთესი შედეგები გქონდა საქართველოში. დაჭერებით ვერაფერი ვერ გამოვა. და როდესაც მეუბნებით თქვენ, რომ იმდენი კაცი დაიჭირა მიხეილ სააკაშვილმა და ვიღაცა მომწერა, რომ აი ბიძინა ივანიშვილმა თავის ნათესავის დაჭერა მოითხოვა. ღმერთო ნუამაღებინებ კალამს ხელში, რომ დავწერო, რომ ჩემი ნათესავი დაიჭირეთ თქო. ეს ჩემი ის არის, მე ამას ვეძახი კაცობას. მაგრამ მე ამავე დროს ვამბობ, რომ მე უფრო მეტი ვიცი კიდე, რომ ტრაქტორების საქმეზე ქვეყანა ვინმე ნათესავები აგერ კიდე თურმე სახლების მშენებლობაზე, იქეთ კიდე თქვათ ისა ერთი პრეზიდენტი შეგეშალა, მეორე პრეზიდენტი შეგეშალა, ის შეგეშალა, ეს შეგეშალა. სინანულით იცხოვრე რა. იცხოვრე და კაცად დარჩი, სინანულით იცხოვრე. მე ამისთვის სერიოზულად ვემზადები და მინდა მიმართო ყველას, ვინც ვიღაცა სტაჟს უკრავთ. მე დღეს რო გავიდა, რო წავედი ქალაქის მერობიდან, იმდენი დავინახე ჩემი შეცდომა და გზისთვის რომ ესე ეგ როგორ მომივიდა და იმიტომ თქვი გამოკვეთილად მე რომ ძალიან სწორი და კარგია, როდესაც თქვათ აი ამერიკაში ტრამპა რო არაფერი გააკეთოს, აი ამერიკის მოდელი რატოა კარგი იმისი, რომ ყოველ 10 წელზე მეტი ვერავინ არ არის პრეზიდენტი,
იმ პრეზიდენტმა იცის რომ ან 4 წელი 10 წელი 8 წელზე მეტი ვერავინ ვერ არის 4 წელი თუ შენ რამე არ შეგიძლია 8 წელიწადში გააკეთო იქეთ რას გააკეთებ მე მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის მე რო ვარ პრეზიდენტი ვიცი რომ ხვალ მეორე პოლიტიკური გუნდიდან მოვა და მე თუ რაიმე ცუც ჩავიდენ იმას ამომიყრიან ხელისუფლება რომელიც მოდის და ცუც აკეთებს ის ყველაფერს გამოიყენებს შემდგომ არ წავიდეს თანამდებობიდან რატო იმიტომ რომ არავინ ამოუგდოს ეს ცუდი ხალხი უნდა იყოს მზად რომ თუნდაც კარგი ხელისუფალი ორი არჩევნების შემდგომ უნდა გაუშვა რომ იგი კიდევ უფრო უკეთესი გახდეს იმდენი რამე იმდენი აი ხო გეუბნები ჩემი ნაკლოვანებები რო დავრჩენილიყავი ქალაქის მერად შეიძლება ორჯერ მეტი შეცდომა დამეშვა მაგრამ რო წავედი და დავინახე დისტანციიდან რო შევხედი ამას ყველაფერს მივხვდი რომ უამრავი შეცდომა დაუშვი და ამიტომ ვამბობ რომ ზოგჯერ შეიძლება 1000 ჯერ მithქვამს და ვიმეორებ წიგნი რო გამოცა რეიგანმა უნიკალურია ეს თავისთავად ბევრი რამე და რეიგანი წერს რომ აი ვიყავიო ერთხელ გამოვედი და ვთქვი რომ კუჭი თუ ხა მიმართო ხალხს და უთხარიო რომ ამერიკის უბედურება არის ის რომ კუჭია გონებაზე გამარჯვებულიო პირველ რიგში სიცილი დამაყარესო არ ამირჩიოსო მეორედაც გამოვედიო და ვთქვი რომ კუჭია გამარჯვებული გონებაზე და ამერიკა წინ ვერ წავა კიდე სიცილი დამაყარეს მაგრამ უბრუნაგლებათო მესამე და ამირჩიოსო პრაქტიკულად 70 წლის ვიყავი მაშინო და მე როცა მივდიოდი ორი არჩევნების შემდგომ ორი არჩევნები ირჩევდნენ ყველაზე ახლა აღიარესო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტია ამერიკის რეიგანი 8 წელი რო გავიდა ანუ 78 წლის პრეზიდენტი რომ მიდიოდა თანამდებობიდან ნუ რეიგანი რომ მიდიოდა მე ვფიქრობდიო რატო უნდა წავიდე ახლა თანამდებობიდან როცა ახლა ყველაზე მეტის გაკეთება შემიძლია ვიცი ყველაფერი მაგრამ მე რო გავიხსენებდი იმას რომ აი ეს არის დემოკრატია და ეს არის ამერიკის სიძლიერე რომ მე წავედი მეც დავინახო რა შეცდომები დაუშვი რომ ჩემმა პარტიამ გაითვალისწინოს და ვინც მოვიდა იმ პარტიამაც ეძებოს შეცდომები როცა მე ვიცი რომ ვარ თანამდებობაზე რომ მე მომსვლელი იმას ამომიყრის მე ამიტომ ვცდილობ რომ შეცდომა არ დაუშვა აი ეს არის სისტემა საქართველოში ამ სისტემას ებრძვიან ებრძოდა შევარდნაძე ვიდრე არ მიცეს გარანტია ამერიკელებმა რომ წახვალ შენ არ შეგეხებიან ანალოგიურად მოხდა სააკაშვილთან უთხრეს შენ რომ წახვალ არ შეგეხებიან და არ შეეხენ მას დასაწყისში მე რაღაც სისულელეების და ეხლა გარანტიებით როდემდე უნდა ვიცხოვროთ როცა ამ ქვეყანას დიდი სულიერი მისია აქვს შესასრულებელი აი ამიტომ დიდ სულიერ მისიას შეასრულებს ქვეყანა დავით აღმაშენებლის შოთა რუსთაველის იმ 4 საყრდენზე მდგომი ქვეყანა რასაც ქვია იონა პეტრიძის ფილოსოფიური მემკვიდრეობა ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა დიმიტრი უზნაძის ეს ვებერთელა ასე იგი თეორია განწყობის და ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეოლოგია ის ქვეყანა რომელსაც აქვს ყავდა ესე იგი რომელმაც შექმნა ვეფხის ტყაოსანი და ესე იგი ის ქვეყანა რომელსაც აი ეს ვებერთალა ისტორია აქვს მოცემული ამ დიდ წიგნში ესე იგი აი წარმოუდგენელია რომ ამ ქვეყანას ვინმე ნუ ბიბლიასთან ერთად ეს ისეთი რამეებია მიწა წყალი ხაერი სითბო უნიკალური ხალხი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა უნიკალური აზია ევროპის გასაყარზე ზღვასთან კავშირით ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება ცუდად ცხოვრობდეთ ხალხო ცუდად ცხოვრობთ იმიტომ რომ კაცობა წასული ასპარეზიდან და ზოგჯერ კაცებსაც კი აღარ უნდათ უკვე კაცურად იცხოვრონ იმიტომ რომ დაუფასებელია ეს როდესაც ქვეყანა შებრუნდება ხალხი შებრუნდება მეზობელი მეგობარი ახლობელი ყველანი ჩვენ ვისაც შეგვიძლია და ვინც ქვეყანაზე ვფიქრობთ კაცებს დავაფასებთ და როცა ჩვენი ქვეყნის იდეოლოგიას კაცურობაზე ამ სიტყვის იმ ფილოსოფიური გაგებით როგორც ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა კაცია ადამიანი ის როგორც წერია კაცები იყვნენ ტარიელი ავთანდილი საზომი მათთვის კაცობა იყო ასევიან ესთან დარეჯანი თინათინი და ესენი ყველანი ჩვენი მეფეები
დავით აღმაშენებელი კაცობით სავსე ისევ ჩვენ ილია ჭავჭავაძემ გვითხრა რომ ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბრალავად და დაუმონებლად ვის შეუძლია ეს კაცებს 31 მარტს ვნახოთ ჩვენ კვლავ ხვალ გითხარით რომ იქნება 3-დან 5 საათამდე იქნება გადაცემა ამ ცნობილი პიროვნებების მონაწილეობით პური როგორც ქართული პური როგორც სამკურნალო 4 შაბათს ისევ იქნება წარდგენა იმ სიისა რადგან არავინ არ უყურა და შეეცადეთ რომ ყველას მიაწვინოთ ხმა რომ 4 შაბათს ჩვენ კვლავ წავიკითხავთ იმ ყველაზე მეტად ვინც დასახელდა ის 35-40-მდე ადამიანის სიას მე პარასკევს იქნება კიდე ეს გაგრძელდება ყველაფერი მე გითხარით რომ ჩვენ სამუშაო შეხვედრა გვექნება ამ დღეებში რომ პარტიებში მივლენ პიროვნებები დღეს ბატონ ბესიკ ბოგველთან და ბატონ თენგიზ დიხამინჯიასთან ერთად საუბრობდით ამის თაობაზე არ უნდა გავჩერდეთ ბატონებო არ უნდა გავჩერდეთ და არავის არ უნდა ვაპატიოთ ის რაც ტელევიზია ქართულს აკადრეს და ვისაც როგორ შეგვიძლია ტელევიზია ქართულს უნდა დაუდგეთ გვერდით ეს ზეციური საქართველოსთან დგომას ნიშნავს მერა ბერძენიშვილია ამ ტელევიზიის სათავეებთან რეზო ჩხეიძია ამ ტელევიზიის სათავეებთან მუხრან მაჭავარიანს ჭაბუ ამირეჯიბს გურამ დოჩანაშვილს სასაული პოზიცია აქვს გამოკვეთილი დასაწყისში ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით არნოლდ გეგეჭკორს რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა გივი თოიძეს ომარ მხეიძეს გითხარით წეგან რეზო ბალანჩივაძეს გიგა ბათიაშვილს რომან რურუას თემურ გუგუშვილს რეზო წეგან რეზო ვთქვი და ეხლა კიდე მინდა გითხრათ რომ აი ასეთი პიროვნებების ისინი ამ ტელევიზიას ჩვენ მე ყველას ვეუბნები რომ მე კაცურად უთხარი მერა ბერძენიშვილს და მარტო მე არ ვიყავი თეატრი იყო სავსე როდესაც ხმამაღლა ვერ შეძლო მან მოსვლა და უთხარით რომ შენ სახში დაბადებულ აზრს რომ ერთი ტელევიზია მაინც იყოს ქვეყანაში მართალი ვემსახურებით უკან არ დავიხევთ რაც მეტნი ვიქნებით ვით უფრო გაძლიერდება საქართველო ყველაზე კრიზისული მომენტი დაუყენეს გაუტეხეს ყველაფერი რა სიმდიდრეც ჰქონდა აი სიმდიდრეები წაუშალეს ამის აღდგენა სჭირდება დრო ფინანსები ყველაფერი არის ძალა ქვეყანაში რომელიც შეძლებს ამის დარწმუნებული ვარ ნელ-ნელა ყველანი რაღაცას დავდგებით ერთმანეთთან და შევძლებთ არა მგონია რომ ეს დიდი იდეა რომელიც დაკავშირებულია მართალ ტელევიზიასთან მოგდეს ქვეყანაში არ შეიძლება რომ ერთ-ერთ ტელევიზიის დიქტორის ის დაიდო იმაში რომ ვინა ვარ და მე საყვარელიც მყავს და ისიც მაქვს და ის მე გავუოცდი და ვიფიქრე რომ გარყვნა მიდის გარყვნა უნდათ ქვეყნის და ვის ემსახურებიან ვერ გაიგებ ქართველობის გარდა ყველას და ყველაფერს ჩვენ დიდი ქვეყნის შვილები ვართ დიდი წარსულის მძიმე რეალობის მაგრამ დიდ წარსულზე უფრო დიდი მომავლის ქვეყნიდან ვართ ჩვენ მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ კაცობაზე დავფიქრდეთ თუნდაც ერთი დღე იყოს ნებისმიერად თავისი დღე აირჩიოს ჩემთვის 9 მარტია და გავაკეთე გუშინ სასაული ყველაფერი ეს რაც იყო რომ რაღაც გამიანალიზებინა ჩემი რეტროსპექტივა ყველაფერი იმისა როგორ ვიცხოვრე და რა არის შესაძლებელი და ამ 8 მარტმა ძალიან დამაფიქრა ამასთან დაკავშირებით და მე მინდა რომ ეს აი ეს ერთი დღე აი ასეთი დაფიქრება იყოს საფუძველი იმისა რომ დანარჩენი წლის 364 დღე იცხოვრო მაგრად იცხოვრო კარგად იცხოვრო კაცურად იცხოვრო ქართულად სიკეთე თქვენთან მაგრად ვიყოთ